დღეს მე მინდა ვისაუბრო აქემენიანთა ირანზე, რომელიც არის სახმელეთო სახელმწიფო, ანუ ჩვენ წინა გაკვეთილებში ვისაუბრეთ ეგვიპტეზე, შუმერებზე, ბაბილონზე, რომელიც იყო სამდინარო სახელმწიფოები, ხოლო ახლა ვისაუბრობთ და ასევე ასურეთზე ვისაუბრეთ, რომელიც იყო მილიტარისტული სახელმწიფო, ხო, მათი ცივილიზებიდან გამომდინარე ყურადღებას ვაქცევ და ახლა კი მინდა ვისაუბრო აქემენიანთა ირანზე, ანუ იგივე სპარსეთზე, რომელიც არის სახმელეთო სახელმწიფო, რომელიც დაარსდა ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში და დაიშალა მე-4 საუკუნეში. კერძოდ 558 წელს დაარსდა, პირველი მმართველი იყო კიროს მეორე, რომელიც მეფობდა 558-530 წლებში. მისი მმართველობის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები იყო, რომ მან დაიპყრო მიდია 550 წელს ძველი წელთაღრიცხვით, ასევე დაიპყრო ბაბილონი ძველი წელთაღრიცხვით 529 წელს და ებრაელები მოუპოვა თავისუფლება და დააბრუნა თავიანთ სამფლობელოში, რის გამოც ებრაელებმა წმინდა, ასე ვთქვათ, მოლოცვებში მის სახელს მოიხსენიებდნენ, ხოლო კიროსის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე ადის მისი მემკვიდრე კამბისეს მეორე, რომლის დროსაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ის, რომ კამბისესის დროს ეგვიპტის აქემენიანთა ირანის ტერიტორია გაფართოვდა, დაიპყრო ეგვიპტე და თავი ფარაონად გამოაცხადა. კამბისესის მმართველობის წლები არის 530-522 წელი ძველი წელთაღრიცხვით, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე ადის მისი მემკვიდრე დარიოს პირველი 522-486 წლები. დარიოს პირველი იყო რეფორმატორი მმართველი, რომლის დროსაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. პირველ რიგში ქვეყანა დაპყრობილი სახელმწიფოებიდან გამომდინარე, ქვეყანა დაყო 20 სატრაპიად, ანუ ადმინისტრაციულ ერთეულად. ასევე სამხედრო რეფორმა გაატარა, რომ მან ტოპარქიებად დაყო სამხედრო, ასე ვთქვათ, ტოპარქიებად, ასევე დაარსა ქალაქი პერსეპოლისი, რომელიც თეთრი ქალაქის სახელად მოიხსენიება. ასევე მან შექმნა პირადი გვარდია 10,000 უკვდავი ჯარი და შექმნა, ასე ვთქვათ, დამწერლობა არამეული. მის პერიოდში დაიწყო ბერძენ-სპარსელთა ომების პირველი ბრძოლა, მარათონის ბრძოლა, შემდეგ ჩავშლია ყველა ბრძოლასაც და აქემენიანთა ირანის აი ამ მმართველმა დარიოს პირველმა ამდენი სახელმწიფოების, ასე ვთქვათ, მმართველმა და რეფორმატორმა თავი გამოაცხადა მეფედ და მთელი ქვეყნების მეფედ. რაც შეეხება ბერძენ-სპარსელთა ომებს, მას მიზეზი იყო ამ ბერძენ-სპარსელთა ომების დაწყების, რომ თავიდანვე აღვნიშნე, რომ აქემენიანთა ირანი იყო სახმელეთო სახელმწიფო. რეფორმები გაატარა, გაძლიერდა, ყველანაირად მოწესრიგებული სახელმწიფო გახდა, თუმცა მას არ ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი. აქედან გამომდინარე, საბერძნეთთან საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, დაიწყო დაპირისპირება ხმელთაშუა ზღვაზე გასაბატონებლად და პირველი ბრძოლა დარიოს პირველმა დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 490 წელს მარათონის ბრძოლა. შემდეგი ბრძოლა კი გააგრძელა მისმა მემკვიდრემ ქსერქსემ. შემდეგი ბრძოლები არის ძველი წელთაღრიცხვით 480 წელი თერმოპილეს ბრძოლა, შემდეგი 480 წელი ძველი წელთაღრიცხვით ისევ სალამინის საზღვაო ბრძოლა და მეოთხე ბრძოლა არის ძველი წელთაღრიცხვით 479 წელი პლატიას ბრძოლა. ამ 4 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი ბრძოლა დასრულდა, სპარსელები იწყებდნენ და სპარსელების გამარჯვებით, სხვა შემთხვევაში კი ბერძნები იმარჯვებდნენ. ეს ბრძოლა იყო მეორე ბრძოლა, მარათონი, თერმოპილე, სალამინი და პლატია, როგორც ვთქვით და მეორე ბრძოლა იყო თერმოპილეს ბრძოლა და სწორედ აი ამ ბრძოლაში მხოლოდ მოიპოვა გამარჯვება სპარსეთსა და სპარტას შორის მიმდინარეობდა ეს ბრძოლა. სპარტელი მხედართმთავარი იყო ლეონიდასი, რომლის სტრატეგიაც გათქვა მისმა მხედართმთავარმა ჯარის მონაწილემ და აქედან გამომდინარე დამარცხდა ლეონიდასი და სამასი სპარტელი და ეს ბრძოლა გადასულდა სპარსელების გამარჯვებით. საბოლოოდ კი ეს ბერძენ-სპარსელთა ომები დასრულდა ბერძნების გამარჯვებით და დაიდო ძველი წელთაღრიცხვით 450 წელს მიკალეს კონცხთან საზავო ხელშეკრულება, რის შედეგადაც შეწყდა ბერძენ-სპარსელთა ომები.
რაც შეეხება სპარსეთის დაღმასვლას, ანუ დასუსტებას და შემდეგ უკვე დაშლას, ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვით 324 წელს გრანიკოსის ბრძოლა მოხდა, ანუ მას ზეგავლენას ახდენს აქემენიანთა ირანის, ასე ვთქვათ, აუძინებელი მტერი ალექსანდრე მაკედონელი და მან მაკედონია. 324 წელს გრანიკოსის ბრძოლა მოხდა, 333 წელს მოხდა ისოსის ბრძოლა და 321 წელს კი მოხდა გავგამელას ბრძოლა და აქ დამარცხდა აქემენიანთა ირანის უკანასკნელი მმართველი დარიოს მესამე და არსებობას შეწყვიტა აქემენიანთა ირანმა და გადადის უკვე მაკედონელის დაქვემდებარებაში, ალექსანდრე მაკედონელის დაქვემდებარებაში. აქედან გამომდინარე, ალექსანდრე მაკედონელმა, ასე ვთქვათ, დაიწყო აქემენიანთა ირანის მართვა, ანუ სპარსეთის მართვა და თავის სატახტო ქალაქად აქცია ბაბილონი, რომელიც ყიროსმა დაიპყრო 529 წელს თავიდან აღნიშნეს.